ქალწულს უჯდება პირველ სახლში, ანუ ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ან დავნელებაში ქალწულები არიან, ხო? ესე აი პირდაპირ მათ ეხებათ, ესე რომ ვთქვა. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს, რომ საკუთარ თავში რაღაც ასიახლე მაქვს შესატანი, შეიძლება ან იმიჯი უნდა შევიცვალო, შეიძლება საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო უკვე, შეიძლება საკუთარი თავის გამოხატვა უნდა ვისწავლო, ხო? აი ამ პირველი სახლის ენერგიას, რომ მე ვარ სადღაც შესაძლებელი რაღაც ახალი მე მაქვს დასაწყები. პირველი სახლი მარტო ჩვენ გვეხება. ჩვენ შეგვიძლია ცვლილება შევიტანოთ, მეტი არავის. თავარი დრაივი, თავარი აქტიურობა უნდა იყოს ქალწულებისთვის პირადი ინიციატივის გამოვლენა. და მანდაც გაზრება არის საჭირო, რა მიშლის ხელს რომ ვიყო პირადად აქტიური, რა მიშლის ხელს რომ და თავდაჯერებულობა შევიძინო, ხო? აი საკუთარ თავზე მუშაობის განსაკუთრებით პერიოდი არის. ახლა საკუთარ ინიციატივებზე მუშაობის და საკუთარი თავის შეცვლის რაღაც ახალი მაქვს დასაწყები. საკუთარ თავთან ურთიერთობის ახალი ფაზა მაგალითად, ხო? მე უნდა გამოვხატო ახლებურად უკვე ჩემი თავი, რაღაც ძველი პატერნები უნდა გავუშვა, ხო? აი ეს ენერგია აქ პირველ სახლს, ზოგადად ვისაც პირველ სახლში უჯდება დაბნელება ახლა ასიდენტი ქალწულები მაგალითად ან ასიდენტი ლომში შეიძლება ყავს ადამიანს და ბოლო გრადუსებზე ყავს და უკვე დაბნელება პირველ სახლში ჯდება. ესეც არის პირველი სახლი, რომ მე მეხება პირადად, მე უნდა შევიცვალო, ჩემ თავთან მაქვს აქ მარტო ურთიერთობა, გასარკვევი მეტი არავისთან. თუმცა საერთოდ სახლი აუცილებლად რთავს ოპოზიციურ ენერგიასაც ავტომატურად. თუმცა პირველი სახლი კუთხური სახლი არის და ის უფრო ძლიერად მუშაობს, თუ ჩემ თავთან მაქვს გასარკვევი ურთიერთობა, ავტომატურად მეშვიდე სახლის ირთვება. ესე იგი, ჩემსა და სხვებს შორის უნდა ვისწავლო განსხვავება, ხო? ჩემი საზღვრები და სხვების საზღვრები. ხო არ არის ისეთი რამ, რომ სხვების აზრებისგან გათავისუფლება მჭირდება. აი ის რომ რა სიტყვის ხალხი, ან რა სიტყვის პარტნიორი, ან პარტნიორისთვის რო არ სულ ისეთი მორგებული. ეხლა აქტუალური იქნება უკვე რომ მე რა მინდა და არა სხვებს რა უნდა. ხო? აი აქ იქნება გასარკვევი. ვინც ცოტა ეგოისტური გზით მიდიოდა, რომ მარტო ჩემი ინიციატივებია მნიშვნელოვანი და სხვისი არა, აქაც გადაკაჩვა მოვა და აქაც საკუთარ თავზე მუშაობა წამოვა, რომ მე ვისწავლო, თან მიქროვე მერკურის ასწორში არის, აი ეს პარტნიორულ ურთიერთობებთან, არც მე ვიყო დაჩაგრული, არც პარტნიორები, ხო? აი რაღაც აი ეს ბალანსი უნდა დავიცვათ რაღაცნაირად, ხო? ეს კუთხური სახლი, ესე რომ ვთქვათ. ეს მნიშვნელოვანი არის, თუმცა ყველაფერი მაინც პირველ სახლთან მოდის, ცენტრთან მოდის.